ვაგრძელებ ფულიშონას პოლიციის ცხოვრები და მოგლეთ ბატონო, გასაგებია რომ პოლიციის ოფიცერი ხართ, გარკვევით აგიხსენთ რომ შესვლა არის აკრძალული. და მეც გარკვევით აგიხსენთ რომ თქვენ ხართ სახელმწიფო დაცვის სამსახური და ჩემი შეჩერება გაქვთ აკრძალული. უკაცრავად? რა უკაცრავად ორდერი მოხსნით კი ვერ გაიგეთ? დავრეკოთ უფროსთან. დარეგეთ კაცო ვისთანაც კი. კაი, ერთ წამს და შენ. უფროსო, მოკლედ მოვედი ახლა აქ მეჯინიბების ვილაზე რა, დაცვა დგას გარეთ და არ მიშვებს. დაცვა კერძო დაცვა სახელმწიფო. სახელმწიფო დაცვის სამსახურია კაცო. რას ქვი არ გიშვიკოს ამ ლაპარაკე? დააგელაპარაკოთ არა ის კიდე არავისთან ლაპარაკის ვალდებული ვარ გამოჩნია მე. მოკლედ ამირან რა, ორი ვარიანტი გაქვს. ან ეხლა ამათ ეწყვი აუგუსტი ყველაფერს ორდერსაც ჩვენთან შეგიშვებენ, ან კიდე ორდერის garaშე თუ ორდერითაც უბრალოდ კი არა თუ არ გიშვებენ. გამოუშვებს სპეციალურყოფებს და ყველას დააკავებენ. მიღებულია, ოკეი. გაიგონეთ? აი, ერთი წამი გადავამოწმე. დროზე დაურეკეთ თქვენ უფროს. ბოს, ისა პოლიცია მოსული და ესე ითხოვე შემოუშვათ. შეუშვიო. ბევრი ლაპარაკი უნდა ბიჭო ამას. ხო ხედავთ თქვენმა ბოსმა ორდერიც კი არ მოითხოვა, მოკლედ რა. მებრძანდით. ძალიან კაი. აი, სანამ სპეციალურყოფებს არ ახსენებამდე არ გვერდება რა. ჩვენ არც სპეციალურყოფები არ გვაინტერესებს რა, უფროს უარი თქვა. თქვენ მოგხედავთ მოგვიანებით. კი ბატონო. ოკეი, შევედით ახლა ამათან შიგნით და ესეც ესე და ხო, დასაწყისში ვეკითხოთ რომ ავიყვანოთ ეს თუ 10000 ლაიქს და დააჭერეთ აბა წითელ subscribe ღილაკს და გილოცავთ ყველას 2025 წელს. ნუ მე ჩემს მეორე არხზე უკვე ვიდეოში მოგელოცეთ, დიდი ალბათობით ვისაც ეს ვიდეო გქონდა ნახე ისიც გექნებათ, მაგრამ თავიდან მოგელოცოთ 2025 და მოკლედ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ რა. კაი, რა ხდება აქ? ოხ, მოგრძანდნენ. გამარჯობათ. მოკლედ ბევრი ლაპარაკის გარშე თქვენი უფროსი სად არის? ერთი წამი კაცო, დაგულოცე, შეგააწიე, ახალი წელია, რაღაც გააკეთე. დიდი მადლობა უფროსთან მოპატიჟებისთვის, მაგრამ მაგის დრო არ გვაქვს. უფროსი მინდა თქვენი პირდაპირ გაყოფილებაში უნდა გამოვყვეს. ერთი წამი, რასთან დაკავშირებით ბატონო? ანუ მაგას უკვე გაყოფილებაში მოახსენებენ, მე უბრალოდ ორდერი მაქვს მისი დაკავების და აქ მოვედი იმისათვის რომ ის დავაკავო. ოხ, რა მაღალი განცხადება. კი ბატონო, დააკავეთ თუ იპოვით. ეხლა ხო იცით რომ დანაშაულის დაფარვისთვის, მიმავლობაში დახმარებისთვის თქვენ სალკე დაგაკავებთ რა თქვენ ბრძანდებით? მე ამ ოჯახის თავკაცი ვარ. თავკაცი. ფეხკაცი ვინ არის? ეხლა ხადაობის თავი გაქვს, შენ ვერ გავიგე, დაგულოცე და წადი წარბზანდი. ჩვენ აქ არა კანონს საწამდგოს, კი არა კანონს საწამდგოს, არაფერს არ ვაკეთებ. აი ხო ხედავ შენ თუნდაც წარმოგწა რომ არა კანონს საწამდგოს აკეთებ აქ რაღაცას. სად არის პირდაპირ მითხარი რა თქვენი უფროსი? ისა უკაცრავად ვერ გაიგეთ რომ აქ არ არის? ჯანდაბაშია კი მარა ის დასული, ჰა? მოკლედ, უნდა დავთვალე რო სახლი. მებრძანდით ბატონო, რა პრობლემა არის? ახალი წელია მიირთვით რამე. სარეულებს უწყვი რაღაც მომამზადონ. ბოდიში გიხდით რომ ესე წოულებას გიშლეთ ახლა, მაგრამ ოხ, მეტი არა ჩემდერი თქვენ მის რამე ჩავიშავოთ. მეტი გავთვალე რაც კიდე. კაი, სადმალავენ ახლა ესენი ამ კაცთო აქ რა ხდება? კანონს საწამდგოს როგორც კი რაღაცას აღმოაჩინთ, ეგრევე რეაგირება გვექნება, თან ძალიან თამამად არიან და როგორც ჩანს რაღაცის იმედი აქვთ. აქეთ არაფერი სკარებები ჩაკეტილია. ეს მოკლედ რაღაც წოულება აქვთ აშკარად რა. არ მგონია რომ აქ რამე ვიპოვოთ. ის აქ იქნება უეჭველი უბრალოდ სადღაც იმალებათო. ხო, მაგრამ როგორ გინდა იპოვეს თუ იმალება? სადმე იქნება კაცო მისი კვალი, აბა წავიდეთ და აქეთ აქ არაფერი. ბიჭო, იარაღებიც კი არ უდევთ, რა სუფთად გამოიყურებიანტო. თან კაი ხანე ამ არხზე პოლიციის ვიდეო არ დადებულა, ცოტა დავიწყებული მოქვს ახლა აქაური სიტუაციები და მოკლედ ბიჭებო, თქვენი უფროსი სად არის? ვი ბატონო, შესაძლებელი ვარ. მოკლედ რა სტუმრები არა ისხათ კიდე კანონს საწამდგო რამე ხო არა გაქვთ? არა ბატონო, ფული ერთადერთი. დაიცადე ეწამი შავი ფული? არა ბატონო, ანუ ზოგი კანონს საწამდგოს შეძახის, ზოგი რას ძახის ფული გვაქვს მარტო რა, მდიდარი ადამიანები ვართ, წოულები გვაქვს აბართული, რა გჭირს ვერ გავიგე. თუქში რა, რაც სახეზია ისა გონებრივად რა, ეს ვინ არის? გამარჯობათ. ვინ ბრძანდებით? მე ვარ პოლიციის ოფიცერი ამირანი, ოჯახის უფროს ვეძებ, ხო არ გინახავთ სადმე? არა ბატონო. არო ჩერა, აქედან ვერ გავდივართ გარეთ? არა, აქედან ვერ გავდივართ. კაი, ისა, სოფია, წამოება გარა დავთვალიეროთ. ეს ამირა ფიქრობ რომ ყველა დავდივართ. ჰა, გეუბნებით რომ ყველა დადიხართ რა. ჩუმოდიყავი ბიჭო შენ მანდ რა, წავედი ერთი გარეთ. მოკლედ თქვენს უფროს, ნუ ოჯახის ბოსი ვინც არის, მაინც ვიპოვით. ჯობია რომ თვითონ გამოცხადდეს პოლიციაში და ერთ-ორ წელს დაიკლებს რა. ბატონო, გარკვევით ჩვენ ვერ გიხსენით, არ ვიცით ვიზე ლაპარაკობთ. ბიჭო, ანუ ამხელა ოჯახი ხართ რა. ამხელა ორგანიზაცია, ამხელა გავლენა გაქვთ ქალაქში და ნუ იმალებით ბიჭო. ჩვენ არავის არ ვიმალებით, ხო ხედავთ, ხელგაშლები დაგვხდით აგერ. თქვენი ბოსი ხო იმალება? გიყოთ ხა რა ეს გამოტეხები რა. მიბდადით. ნახეთ რა, მე ვერ ნახეთ. ხშიათ, დაბრძანდით. არ ხშიათ, წარბრძანდით რა. კარგი, ამჯერად წარბრძანდებით, მაგრამ მომდენო ზეგრი არ დამთავრდება თქვენი.
ეგრე პარპაში რა, როგორ გაგვიქცა ის ტიპი წინაზე, ჰა? ოხ, ესე მალე დასრულეთ. გიყოს რა. ეგრე არაფერს თავი რო არ ეგოთ, არც მოხვიდეთ რა. აუ, სახელმწიფო დაცვის სამსახური არ იყოს ეხლა ეს ამათ კი ვიცი რასაც უსავდება, წამოერთი სოფია უკანა მხარესაც ნახოთ აქეთ რა ხდება და აქეთ არაფერი საინტერესო მექსიკელები ყავთ როგორც ჩანს აქ. ჩიკიტას, რა ხდება? ეს ტიპი მეცნობა საიდანღაც თო. მგონი გიგის ვიდეოებიდან არ ვიცი, მაგრამ კაი, აქ რა ხდება? შენ ეს რაღაც პაკეტები მეგონა და თურმე ამოტრიალებული რაღაცეები ყოფილა. აქეთ როგორც ჩანს წვეულება და ამათი ბოსი ბიჭო არცად არ არის. დავიჯერო ამ ხელა წვეულება აქვს და ბოსი არ არის? ეს ვინ არის? ტაილერი არ არის? ფრანკლინს ვიდეოებიდან? ნახე ერთობა აქ. სტამილოჩიძე, სახოზი ჩერა. მოკლედ რა სოფია ვფიქრობ რომ აქტუალად დავდივართ. მეც მაგას ვფიქრობ ამირან მეც. აქეთ რა არის? აქეთ არაფერი, ვიღაც ტიპები აქეთ ზეკოვენ რაღაც იარაღი. ბატონო, იარაღის ტარების უფლება გააქვთ? რას ქვია არ მოგკაცო? მოდი აბა ერთ წამი აქ. რა ხდება? ნუ აქ შემოიჭერით სახში და იარაღის ტარების უფლებას ვთხოვთ? მოდი აქ საბუთე მომეს ერთ წამი. იარაღი, თან იარაღი უჭეროს ტიპს ატრიალებს. ვიღაც მაინც გამოუტყუება აქ. არა აქვს თო ჰენდგანის ლიცენზია. კი ბატონო, კარგად იყავით. და ეგრე ბიჭო, შენ არის იმის ლაპარაკები, მომიდობა მან აქ. წაბრძანდით. წაბრძანდები, ამას უყურე რა, შემო გაიჭიჭილეს თავზე. რა მინდოდა მეც კიდე ამას ახლა რო გითხარეს იარაღის ტალების ლიცენზია და რაღაც. ესე ჩემი ბოსი საით არის? შენ ბიჭო დებილი ხორგონი ვარ, პოლიცია გაწერია მაგას კეტყვი? დაიცად ერთ წამი დანაშაულს მალავ? არა, ზმაო, პროსტა მე ბარმენი ვარ, თო, ის კი არა ვარ ვიღაცა. არ ვიცი რა. მოკლედ აქ ვერაფერს საინტერესოს ვერ ვნახავთ, ჩვენ და სამწუხაროდ. წავედით. წამო და FPM ჯობია რომ რაღაც საინტერესო გამოძიება ჩაატაროთ და გვითხრას კონკრეტული კოორდინატები რა. კაი, დაურეკო უფროს. მოკლედ უფროსო აქ ვერაფერი ვერ ვნახეთ, რა ყველად გამოგუშვით რა. ის კაცი არ შეიძლება აქაც არის იმალება, მაგრამ პროსტა ჩხრეკის ორდერით რა უნდა გავაკეთოთ რა. თუ სპეცრაზმელები არ გამოგოყოლეთ და შით მაგას ერთად არ შევედით და სახლი არ ავაწიოკეთ, არ გამოვა. ასაგებია, ეს ცოტა ძველი დაждდება, ეხლა ძველი დაждდება რა. ბერი პროცედურებია გასატარებელი მეთქი, ისე იქნება სახლში ხოთა იყვან თქო რა, მაგრამ ვერ გააკეთეთ რა შკანა. ბიჭო, რა ვერ გავაკეთე, ვერ გავიგე, მივედი, ჯერ ხო ტვინი გაბრუხე შეშვება, სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს რა. მე კიდე შევედი რაღაც ვახშა მიქონდა და არავინ არ იყო შიგნით რა. არავინ? ანუ თვითონ ის ბოსი არ იყო რა. აუ ხო არ ხდებოდათ ხა იქ. აუ მოკლედ რა წესია რა ჩაატარეთ ეს გამოძიება, კონკრეტული კოორდინატები მომეცით და მივალ, არ არის პრობლემა, მაგრამ ხა წინაზეც გამიშვით მათამაშში და ეხლა ციგივენაირად გამომიშვით და თამაშობ აქ რაღაცეებს რა. თამაშობ რა ნინტენდოა? აუ წესია და ელაპარაკეთ რა. დაჯე სოფია. ტყუილად იმენა დაგვამცირეს გამოგვიშვის აქ. აი ზუსტად მაგას ვლაპარაკობ მე ის რაღაც კონკრეტული ხელშესაჭირი თუ არა აქვს და უეჭველი არ იციან რაღაც თუ დაგვაბუდიალებენ რა ეხლა ამათ ამბოსმას იცის რომ ამათი მისამართი უკვე ვიცით ეხლა წავა სხვაგან რა პროსტა მოგვიყვანეს გაფრთხილება მივეცით რომ მაგათ კუძე ვაზი ვარ და პოსი წავა ეხლა სხვაგან დაიმალება ზუსტად ქალაგარეთ რა მაგას ხა გავუჭირდება პრივატით ისე გადაფრინდება ვერც გავიგებთ ვერაფერს მოკლედ რა ოპა ეს რა გამოძახება რა საშნელი ხმა აქ ამ დისპეჩერს მაგრამ გონი გაუქმდა ისე ოკეი არა უშავს კაი მანქანა ბლოკავს გადასასვლელსო მე გადავებით რა გამოძახებებზე მიშვებთ თუ რაღაც წესიერი გამოუშვით რა წადი რა გამოძახებაც არის მან მივდივარ ხო რა გავაკეთო ეხლა ჯერ მათთან მეჯინებებთან მათამაშეს და ეხლა სადმეშვებენ შეხედე რა რა ამ პერსონაჟის ეხლა ცოტა ბიზნესები და რაღაცები უნდა დავიწყო თორე აზრი არ აქვს ბიჭო რაღაც სისულელი გამოძახებაზე მიშვებენ ხოლმე ავი მე თვითონ მეზარება ეხლა ამ ყოველფრის გადაღება და თამაში ცოტა ბოლო დროს ჩვენი განყოფილება ვერ არის თავის მატორზე განყოფილება არა უფროსი და ჯობია არ გონი რომ მერიაში შევიტანო კი არა და უშიშში განაცხადე რა რომ მეთქი მე ვიქნები რა განყოფილების უფროსი და მივხედავ რა იმიტომ რომ ცოტა ვერ არის ჩვენი უფროსი თავის მატორზე არა და განყოფილება შენ არის უფროსი და ამშვენებ და აი სოფიასაც დავიუასე ხვდებით კაი როგორც ასე ახლა აქ კეტავს გზას ვიღაცის ავტომობილი რა საინტერესოა ნო ვინ მოიდომა და დააყენა შუა გზაზე აქ მანქანა მაგრამ ერთ წამი გადაო შუა გზაზე ყავს ტიპს გაჩერებული შეხედე რა აი ფეხებზე არ კიდია აი გადმოვიდეთ აბა ერთ წამი აქ კაი ნახე რა იმენ აი თან რა ფერარი ყავს გაჩერებული დისპეჩერი გადამემოწ შე რა გინდა ძმა დისპეჩერი გადამემოწმერთი ეს მანქანა რამხელა ნომერი აქვს თან ტიპს და ვის სახელზე არის ლუიზ კრუზი კაი ფერარი არის არა და რა თქმა უნდა ეს ჯერ მოდი გავჩხრიკოთ მაგის უფლება არ გვაქვს მაგრამ მიკანოს საწლამდე გხვარდებს იმიტომ რომ რაღაცა და შეიძლება კვალზე გავიდეთ არაფერი просто ბონგიდებს ახლა ეს რაში გამოიყენა გაიგე რა კაი თოთრაქ სერვისი გამოვიზახოთ კი არა და დაზღვა წაიყვანენ ამას საჯარიმოზე და ამ კონკრეტულ პიროვნებას ახლა მე გადავამოწმებ კომპიუტერში ლაურიე კრუზ ვნახოთ Laurie Cruz.
არ ეძებს იმენა რა. მოკლედ რა, კაი მაგას მე დაზღვა გაარკოს, მაგრამ რა ვერ მოვიდნენ ბიჭო ესენი რა. მოვიდნენ და წაიყვნენ ხეს მანქანა, კეტავს თელგზას ნახე. ხა აქ ვიღაც ძებნელი ტიპი გააჩითეს. კაროჩე, რა ყველა გამოძახებაზე მე როგორ უნდა წავიდე, ბიჭო, ვიღაცა გამოიძახით რა, რაღაც ეკიპაჟები დაწესებდნენ ქალაქში და ყველაფერზე ჩვენ გვიშვებენ. ჯერ ცალკე გამოძიებაზე ვიყავით წასულები და ეხლა ნახე, პატარა რაღაცებს დაგვატარებენ რა, მე სერიოზული საქმე მოგხსენ არ შეიძლება. წადი, გისმენთ. მანქანაში მოსმენები მაქვს? ყველა პოლიციის მანქანაში მოსმენები არის, რა ტიპი ესე იგი ეს ყველაფერს ისმენს, რასაც ვლაპარაკობ ხა სოფიასთან. ესე არ შეიძლება. შევიცით რა შეიძლება და რა არა. უბრალოდ ცოტა ჭკვიანად იყავით რა. დაიცოდე ამერა გვემუქრებით? არ გამუქრებით არა, უბრალოდ მაინც ეგეთი საუბარი არ გარგებდათ არაფერს ჭირავ ჩვენ ერთ თანამშრომელთან ყოველ შემთხვევაში. შენ რა გამიხურე ვერ გავიგე შენი თანამშრომლობით, ჰა? წადი თუ გინდა კაცო სამსახურდა ვინ გაწალებს? წავიდე? ხონო ეხა არ უნდა მაგას. კაროჩი ამას რა მომდენო ვიდეოში ცოტა მკაცრად დაველაპარაკები, ხა დღეს ამდენი ხანი ცოტა ეს პოლიციის ვიდეო რო არ გადამიღია. შეჩუა მინდა რა. და ხვალინდელი ვიდეოდან ალბათ აქაც ცოტა დაძაბულობებს შემოვიტანთ, თუ ამ ვიდეოდან მოგმატება ბევრი გამომწერები და დაალაიქებთ რა თქმა უნდა და აი, მივედით უკვე ჩვენს მონიშნულ ადგილას, სადაც ძებნილი პიროვნება ყავს შემჩნეული და ამას როგორც კი მივხედავ, მე მოვიფიქრებ რა მოვუხერხო ჩვენს უფროს. კაი, აქ საიდან ჩავიდე გადაობ? რა არის ესათო? თუ ძებნილი კი არა, დაკარგული პიროვნება არის. გამარჯობათ. რა ხდება ქალბატონო, აქ რა მithხოვერ დაგეხმარებით? არა, კაცო, რითმა დამეხმარო, ვისვენებ ჩემთვის რა გინდათ? ანუ მე ვიღეთ ინფორმაცია, რომ თქვენ დაკარგული ქალბატონი ბრძანდებოდით და რამეთი ან დაგეხმარებით ან მიგიყვანთ თქვენს ოჯახთან. რა? თქვენ? საუნა მიმიყვანოთ. შანსი არ არის ასე დამივარ მე არ ვარ დაკარგული, დავდივარ ვაზროვნებ და ვცხოვრო ჩემთვის. არა ქალბატონო, რაღაც ისე კარგი აუნებით, უხეშად უბრალოდ. ხო ხდებით რა. ვერ ხდები ვერაფერს, რა გინდა ჩემს მოსვენება არ შეიძლება? ანუ ქალბატონო, როგორ არ შეიძლება უბრალოდ გამოძახება მივიღეთ, რომ დაკარგული იყავით, რომ მე აქ ვიღაცამ შეგამჩნიათ, მოვედით და გვაინტერესებს რა ხდება რა, ან თუ დახმარება გინდა წაგიყვანთ სახში თუ არა და თქვენი ოჯახის წევრებს შეეხმიანეთ, იმიტომ რომ ნერვიულობენ თქვენზე. ვაიმე. ეს გონი არაადეკვატურია, ხო? ვახ! ვოუ! ოპა, აი სოფია შენ რეფლექსებს აღოლ. ხოინე, გამისკდა კოლექტივი მომხდა? არ ვიცი, არა, ამაცილა, ხო არ გადაობდო. ემერჯენსი სერვისი გამოუშვით რა, დაღუპულია ქალი. რა ხდება კაცო ვინ მოკალით? დაიცა ვინ მოკალით კი არა თავდაცვა იყო. რაზე? მესროდა კაცო ეს ქალი იარაღი ამოიღო და სოფია მესროდა. სოფია მესროდა, აი ხო გითხარი ხალი არ უნდა გვიყვანა რა. ბიჭო მე გადავები მესროდა მეთქი, მესროდა უნდა მოვეკალი. კაი. კაროჩი რა ტიპია ჩვენი უფროსი რა, ესე იგი დღეს ცოტა პატარა ვიდეო გამოვიდა, იმიტომ რომ ამდენი ხნის შემდეგ ორი არხზე ორი თითო ვიდეოს დადება ცოტა ძნელია ჩემთვის რა, ცოტა მოხდო და რაღაც ჭირდება და ხვალიდან გავაგზავნეთ მოკლედ ზოლებურად აქტიურობას, ამიტომ ავიყვანთ ეს ვიდეო 10000 ლაიქს და დააჭერეთ აბა წითელ subscribe ღილაკს. ნუ დღეს ახლა არაფერი საინტერესო არ მოხდა რა აქ, მაგრამ ხვალ უეჭველი მოხდება.